დღევანდელ დღეს მაინც გაფრთხილდი, რამე თუ შენი ცხოვრების ყოველი გარდასული დღე ტყუილ უბრალოდ ბოროტი ქმედებებით აღსავსე და კეთილი საქმეების გარეშე განლია. ნახეთ, როგორ ხედავს თავის თავს. რამე თუ შენი ცხოვრების ყოველი გარდასული დღე ტყუილ უბრალოდ ბოროტი ქმედებებით აღსავსე, ტყუილ უბრალოდ რატომ? იმიტომ რომ არც ერთი დღე, ეხლა ესე ხედავს ეს ძმა თავის ცხოვრებას. არც ერთი დღე არ იყო მის ცხოვრებაში ისეთი, რომ კითხო ამ ძმას, აი, გახსოვს ის დღე, იმ დღეს რომ გარდაცვლილიყავი, ცხონდებოდი? ხოდა ჩვენ თავზე თუ ვიფიქრებთ ამას, აი, რომელ დღეს დავასახელებთ, აი მე ჩემი ცხოვრების რომელ დღეს დავასახელებ, აი იმ დღეს რომ მომკვდარიყავი, სასუფევლის ღირსი ვიყავი პირდაპირ. ესე დღეს ვერ ვიხსენებ. ეს რას ნიშნავს? აი ეს დღე, რომელზეც ვფიქრობ, ტყუილ უბრალოდ იყო ჩემს ცხოვრებაში, განვლია, იმიტომ რომ მომკვდარიყავი ვერ ვცხონდებოდი. თუ ამ კუთხით, აი ესე მკვეთრად, მძაფრად, პასუხისგებლობით შევხედავ, რა თქმა უნდა ჩვენს ხელს ვაწერთ. ყოველი დღე ტყუილ უბრალოდ განვლია, ვერც ერთ დღეს ვერ ვცხონდებოდი, კიდე კაი არ გარდავიცვალე. ბოროტი ქმედებებით აღსავსე ყოველი დღე. რატო ბოროტი ქმედებები? შეიძლება ხა ეს ადამიანი შეიძლება საერთოდ თავისთვის არის განდეგილი, კაცო. რა ბოროტი ქმედებებიც, რა ქმედებებზია საერთოდ საუბარი. ღვთისნების საწინააღმდეგო ცხოვრების წესი, ღვთისნების საწინააღმდეგო ზრახვა, ღვთისნების საწინააღმდეგო მდგომარეობა. ჩვენ აბა შევხედოთ საკუთარ თავს. განა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რომელიმე დღე ისე გავიარეთ, რომ აი მხოლოდ ღვთისნებას აღვასრულებდი. მაგირო ეგრე იყოს გამოვანათებთ. ჩვენი პრობლემა რა არის? ჩვენი თავისუფლება მუდამ ჯიუტად ერკინება ღმერთს. მუდამ არ ვაძლევთ საშუალებას, ჩვენ როგორც თიხა მოგზილოს ისე, როგორც ჩაგვიფიქრა და საოცარ ბედნიერებას შეგვიყვანოს. არ ვაძლევთ ამის საშუალებას. არ ვეთანხმებით მას და მუდამ ჭიდაობა არის ჩვენ შორის. მუდამ ეს მით რა შეასაკმე. აი ესეთი მდგომარეობა გვაქვს. და თან იაკობივით კი არა ვართ, იაკობ მამამთავარი რომ ღმერთთან ჭიდაობს, გახსოვთ ხო? ეს შერკინება რო არის ძველ აღთქმაში, ეს საოცარი ადგილია წმინდა წერილის განსაცვიფრებელი. იქ ღმერთს უნდა რომ გაეცალოს და იაკობი არ უშვებს. თან ღმერთთან ჭიდილშია და თან არ უშვებს ღმერთს. იმიტომ რომ არ ემეტება ღმერთი, ეს იესოს ლოცვის ერთგვარის სახე არის, სიმბოლური სახეა. ადრეს გითხარით მახერას მონასტერში, კვიპროსის მონასტერი, იქ ერთ-ერთი ფრესკაა იაკობისა და ღმერთის ჭიდილი, რა თქმა უნდა ქრისტეს სახეა, ანგელოზის ფრთებით და ეს არის სწორედ აი ის და იესოს ლოცვის, რამე თუ ქრისტე არის იქ გამოსახული, ანუ იესოს სახე არის. როცა შენ ერთის ხრივ ვერც ხარ ქრისტესთან, ვერ ხარ, მაგრამ არც გემეტება რომ გაუშვა და აი ესე იბრძვი და ჯახირში და ბრძოლაში ხარ. ასე დროს, ხო რა დაემართა იაკობს? დაკოჭდა. ანუ ეს მისი ადამიანური რესურსი არ ყოფნის ამას და მისი ადამიანური რესურსი შეიძლება დაზიანდეს კიდევაც ესე დროს. იმიტომ რომ ესე ადვილი არ არის ღმერთთან დაპირისპირება და ღმერთთან ჭიდაობა, როცა ჩვენ ვერ ვახერხებთ ღმერთთან არც გვემეტება დიდება უფალს, მაგრამ ჩვენ როგორ ვართ, იცი რომ ვერც ვახერხებთ, მაგრამ ამავე დროს გვემეტება კიდევაც რომ ხელი გაუშვა და ვეწინააღმდეგებით მისნებას. ამიტომ ბოროტი ქმედებებით აღსავსეა და კეთილი საქმეების გარეშე ესეც ასეა. რა არის კეთილი? კეთილი არის ღმერთი. რა არის ბოროტება? ბოროტება არის უღმერთობა. შესაბამისად, კეთილი საქმეები მხოლოდ ის საქმეებია, რაც ღვთის ნებასთან თანხვედრაშია, ხოლო ის რაც ღვთის ნებასთან თანხვედრაში არ არის, არაფერი კეთილი არ არის, თუნდაც მე ასე მეჩვენებოდეს. ასე რომ ამ სიტყვებს ჩვენს კარგად თუ პატიოსნად შევხედავთ და სინდისიერად საკუთარ თავს, ჩვენს კარგად მოვაწერდით ხელს.